ალგეთის ეროვნულ პარკში მოწყობილ კეთილშობილი კავკასიური ირმის საშენ მეურნეობას ორი ხარირემი შეემატა. საშენი მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახეობათა აღდგენის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა და ის უკვე ირმის 9 ინდივიდს აერთიანებს, 2 ხარირემსა და 7 ფურირემს. კავკასიური კეთილშობილი ირმის აღდგენის პროგრამის პირველ ეტაპზე მათი რიცხვი 20-მდე გაიზრდება. მეურნეობა, რომელიც კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდია, 72 ჰექტარ ფართობზეა გადაჭიმული, სრულად შემოღობილია და აღჭურვილია თანამედროვე მონიტორინგის სისტემებით, მათ შორის ფოტოხაფანგებითა და კამერებით. სტაბილური და მზარდი პოპულაციის ჩამოყალიბების შემდეგ კეთილშობილი ირმის ინდივიდების ველურ ბუნებაში გაშვება სააგენტოს მიერ თანდათანობით მოხდება. ეხლა შემოვიყვანეთ 2 ხარირემი, ახალგაზრდა ხარირემი. როგორც იცით, ერთვის უკან იყო გაშვებული 7 ფურირემი, რომელმაც ადაპტაცია ბრწყინვალედ გაიარეს. მიზანი არის ბევრი ირემი და მიზანი არის ჯერ გავუშვათ ირმები ალგეთის დაცულ ტერიტორიაზე და მერე უკვე შემდეგი ნამატი სხვაგან და სხვაგან. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ეს არის თქვათ ირმის რეინტროდუქციის პირველი მცდელობა საქართველოში და ამიტომ შეიძლება ითქვას, ეს არის ტყვეობაში დაბადებული ინდივიდების ბუნებაში დაბრუნების პირველი მცდელობა. ანუ ამას დაჭირდა დაახლოებით პირველი ნაშიერი მივიღეთ 2015 წელს 11 წლის წინ.